LGBT საკითხებზე ხო ვაგროვებით ხელმოწერებს და რო ვეუბნებოდით რომ აი ესეთ საკითხებზე გვინდა რომ კანონპროექტი შევიტანოთ და მე ჩემს სახში ვერავინ ვერ შემომივარდება ძმაო ჩემს ეზოში რავი ეს გამორიცხულია აი მიკრაშვებია გაშნაიკერეს რაღაც ესეთ მე ჯო რავი რა გაბლატავებს ჯერ სუფრაზეს იხარ საქართველოს ილოცები ჩვენი წინაპრები ჩვენი ქართველობა მოდგმა და ქალაქის ცენტრში ვიღაცა პედიკები გამარჯვებას გიღნიშნავენ და შენ რა გაბლატავებს ან იგივე რა ვიცი ხა რას ქართველობ და რას ბლატაობ თუ შუა ცენტრში ვიღაც ამაწინათ ნახეთ ხო ტაქსისტი ქართველი გალახეს შენც მოგიწევს ხვალე ეგ გალახვაც კაცო შენ შევიწროვდები საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება თუ მიწისქვეშა გადასასვლელი იქნება თუ პარკი იქნება შენ შეგხდებიან ძმაო და სანამ ეს ხალხი საკუთარ თავზე არ ცნობს ამ უსამართლობას და სანამ არ გადაიყრება პირადად ამ ყველაფერს ნუ მანამდე ვერ ხდება სამწუხაროდ და არ ვიცი რა ეშველებათ ხო უფლისი მედი აქვთ ისე კაცო მაგრამ არ უნდათ ხედვა უფლისკენ მითხრა რომ თქვენ აი ამ მიგრანტებზე რომ ხელმოწერებს ვაგროვებდით და ერთმა ხელი არ მოუწერა რა და მეორე დღეს ის გალახეს ის ტიპი კი პირადად ვიცი კაცო ეგ ისტორია ვიცი პირადად კი მოგიყევი კახი რა ხო ნუ რა მოგიყვეთ რა ვიცი კაცმა და დაგვცინა ზუსტად მასე რომ აქ ვინ გაბედავს საქართველოა და რა ვიცი მეორე თუ მესამე დღეს საკუთარ უბანში ისეთი გაიფინეს მიგრანტებმა რომ დიღომში სხვათა შორის რა მოხდა ეგ თემა კიდე კაი მარტო გაიფინეს და სხვა რამე არ ხელწამოსაკრავი ისიც არ იყო ხო ხელწამოსაკრავი ისიც არ იყო ბიჭი რომ რაღაცა იქით აკეთნობს ხალხი და არა ისე მაგრამ აი ესე არ ხდება ბიჭო სტადიონს რო გივსებენ დიღომში ჩვენ კადრები დავდეთ მეგობრებო სადაც სტადიონზე აი სტადიონები ხო ბავშვები რო თამაშობენ ხო რა ვიცი აი დინამიკები ქონდათ გამოტანილი და რავი აი სამლოცველო ქონდათ მოწყობილი ანუ თავის რიტუალს ატარებდნენ რელიგიურს და მე მაგალითად აი ბავშვი რაღაც სამკურნალოს დამყავს ხოლმე თურქეთის სტამბულში სადაც რა ვიცი ერთ დროს აი ეს ბურჯი მართლმადიდებლობის ბურჯი ხო ტაძარი ჩვენი აია სოფია ხო გადაკეთებულია მეჩეთად და იქ რამე ლოცვას აღავლენ სადმე კი არა რამდენიმე წლის წინ ეხლა არ ვიცი მე გამგონია რომ გამოსწორებულიყო მაგრამ აი მაგალითად რომ გადადიოდნენ ტაო-კლარჯეთის ტერიტორიებზე ჩვენი ტაძრების მოსალოცად რომ გადადიოდნენ კი არა აპირებდნენ ჩვენი სასულიერო პირები ხოლმე ხო გადასვლას საზღვარზე მაგალითად ანაფორა უნდა გაეხადათ და იციან თან რომ არ შეიძლება რომ განიმოსოს რა სასულიერო პირი და ანუ თუ გაიხდიდნენ გადაუშვებდნენ და ნუ არ გადადიოდნენ ხოლმე მე ხა წარმოგიდგენიათ და აქ კაცი გიწყობს შენ უბანში რა ვიცი 200-300 კაცი ზის სტადიონზე დინამიკები კაც მობილიზებულად ხდება ეს ორგანიზებულად ხდება ესე კი არ არის და რა ვიცი მე უნდა გიმტკიცო ეხლა შენი თვალით რასაც ხედავ რომ რა ვიცი ამის ხელმოწერებს ვაგროვებთ რომ რა ვიცი რაღაც ბერკეტი გქონდეს ხვალდაზე და ну რა ვიცი ეგერ რა პასუხიც მივიღეთ თქვენს ბიჭებმა აგერ და მე თვითონაც რა პასუხი მიიღო თავისი პოზიციიდან ეგეთ ბიჭებმა ეთერშიც თქვენს ეგ ფაქტი არ არის ისეთი რომ ეხლა აქ სახელი და გვარს რა თქმა უნდა არ დავასახელებს და პერსონალებს მაგისი მაგრამ ესეთი ფაქტი მოხდა და დარწმუნებული ვართ ეხლა ხო სადაც ჩვენ ერთი გავიგეთ ერთი და კადრებიც ხო გვინახია ეხლა იმათ ვერ ვცნობდით მაგრამ კადრებიც გვინახია რომ ესეთი რაღაცეები რა ვიცი მოხდა რა და დაფიქსირდა და არავის არ უნდა ეგონოს ხოლმე მეგობრებო რომ რაღაცა ზოგადად აი ეს რაღაც აი ლოზუნგებათაა ხალხს წეული ქრისტიანობა საქართველოში რა და ეს რაღაცები ზოგადად უნდა შევწყვიტოთ ამაზე დაფიქრებაა რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ ბიჭო რავი რო ხარ მე რა იმუნიტეტი გაქვს ეგ თუ პასუხისმგებლობაა კაცო რავი ჩვენ უყურებთ რომ ეგ პასუხისმგებლობაა აბა ის წინაპარის იყო წილხვედრი ღვთისმშობლის და ტახტზე წამოწოლილი ესე ზეცაში არ ქონდა თვალები აყრობილი და ისე კი არ მოგიტანა კაცო ეს ქვეყანა ხო სისხლით და ოფლითაა ჩვენი მიწა ჩვენი წინაპრების ოფლით და სისხლით გაჟღენთილი და სასულიერო პირებიც მათ შორის ომში ებმეოდნენ ხოლმე